Დილამშვიდობის სანდრო ეფხოძე, სანდრო დღეს რა იქნება შენი ბლოკის მთავარი თემა? დილამშვიდობის სანდრო. მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ რუსთავის გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შეპესე რუსთავის წყალის მიერ გავრცელებული განცხადებას კიდევ ერთხელ ბიზნეს კონტაქტის ეთერში, საქმიანი დილის ეთერში უპასუხებს და ბატონი გივის ანიკიძე, ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გივი, დილამშვიდობის, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ დილამშვიდობას ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ყველაფერი არ მოხდება, თუმცა მოსახლეობა ცხადია თქვენგან ელის უფრო მეტ კონკრეტიკას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შემდეგში უკვე კომპანიის განცხადება იგივე საინვესტიციო გეგმების შესახებ, როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომავალ წელს ერთად განვავრცოთ, თუმცა მანამდე ინფორმატიული განცხადებაა თქვენგან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კომპანიის განცხადებით, რომ ის ვერ განახორციელებს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას, აუცილებლობა დაუდგა თანამშრომლების შემცირების, სახელმწიფო ფონდის შემცირების. ეს დღეს დადგენილი ტარიფით სრულად არ შეესაბამება რეალობას, გამომდინარე იქედან, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ფონდი კომისიის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული ტარიფში კომპანიის ფაქტობრივი მონაცემებიდან გამომდინარე. ასევე რაც შეეხება ქსელის რეაბილიტაციას, კომისიამ კომპანიასთან მიმართებაში გამოიყენა წამახალისებელი მექანიზმი იმ კუთხით, რომ 2016 წელს განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა კომპანიამ და იქ არის ასახული ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დანახარჯები, ასევე აღჭურვილობას შეძენასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომელიც სრულად იქნა გათვალისწინებული კომისიის მხრიდან და კომპანიამ 2016 წლის ტარიფის წინასწარ, ასე ვთქვათ, მიიღო ამონაგები და წვეთა ამ კომპონენტზე, რაც აძლევს მას ვალდებულებას ეს ინვესტიციები განახორციელოს. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, მაშინ შეპესე რუსთავის წყალის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას მოუწევს უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორც მაგალითად წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება ამ მთლიანობაში. დღესდღეობით, აი 2015 წლის ბოლომდე თქვათ რა გვაძლევს იმის თქვის გარანტიას, რომ თქვათ მოსახლეობას კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონების არ შეუწყდება მომარაგება ამ შემთხვევაში. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი სრულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რუსთავის წყალმა შეუფერხებლად განახორციელოს სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები. წინასწარ ასახული ინვესტიციები 1.3 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით მოიცავს ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, 350.000 ლარის ოდენობით განსაზღვრული იქნა ახალი აღჭურვილობის შეძენა. შესაბამისად 1.7 მილიონ ლარამდე 2016 წლის ინვესტიციები უკვე ასახულია ტარიფში. ასე რომ კომპანიის განცხადება, რომ ის ვერ განახორციელებს ამ ინვესტიციებს, სრულიად მოკლებულია საფუძველს. ეს ერთი. რაც შეეხება სახელმწიფო ფონდს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სრულად იქნა წარმოდგენილი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ფონდი ტარიფში ასახული. ასე რომ როგორც ასე ვთქვათ, კაპიტალური დანახარჯების კუთხით რესურსის და ასევე ადამიანური რესურსის კუთხით სრული შესაძლებლობა კომპანიას, რომ განახორციელოს შეუფერხებლად თავის საქმიანობას. 2016 წლის ბოლომდე 2016 წლის ბოლომდე მიმდინარე წლის ასე ვთქვათ გეგმები, თუმცა აი 2016 წელი მთლიანად საინვესტიციო გეგმები კომპანიამ ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. 2016 წლის გეგმებზეა საუბარი, 1.7 ლარი, ეს არის 2016 წლის გეგმები, რომელიც წინასწარ იქნა ტარიფში ასახული, ხოლო 2015 წლის ინვესტიციები ფაქტობრივი განხორციელებით ის უკვე წარმოდგენილი იქნა მიმდინარე სატარიფო განაცხადის პარაგრაფში და ის ასახულია ტარიფში. წინასწარ მოხდა ასახვა 2016 წლის განსახორციელებელი ინვესტიციების, ანუ კომისიამ წაახალისა კომპანია იმ კუთხით, რომ ამონაგები და წვეთა ამ კაპიტალურ დანახარჯებზე მან წინასწარ აესახა ტარიფში, ასე რომ მას უკვე ვალდებულებაც აკისრია ამ ინვესტიციების განხორციელების და შესაბამისად ამას ტარიფი დააფინანსებს. კი, თუ კომპანია ამ შემთხვევაში ვერ მოახდენს ვალდებულებების შესრულებას და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით შემოფარგლულია მხოლოდ და მხოლოდ განცხადების დონეზე, რომელიც ჩვენ გვესმის კომპანიის მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში გქონიათ თუ არა კომპანიასთან კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩემს კითხვას, თუ კომპანია ვერ მოახდენს საკუთარი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას, აი ამ შემთხვევაში რა მოხდება? ანუ გასაგებია, რომ ძალიან კარგია მოსახლეობისთვის, რომ თქვათ მოსახლეობას არ შეუწყდება მომარაგება ამ შემთხვევაში. კომპანია ვალდებულია, რომ სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულოს ბოლომდე, რასაც აკისრებს მას შესაბამისი სალიცენზიო პირობები, ანუ მოხმარებელს არ უნდა შეუწყდეს წყალი, უნდა მიეწოდოს ხარისხიანი წყალი, თუ ეს სალიცენზიო პირობები დაიღვა, რა თქმა უნდა, კომისია გამოიყენებს შესაბამის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას კომპანიასთან მიმართებაში. კი ბატონო, ანუ თქვენ კვლავინდებურად ვთვლით, რომ კომპანიის განცხადება, ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით არის არარელევანტური. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ კომპანიასთან მიმართებაში
ტარიფით განისაზღვრა ყველა ის ხარჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას რუსთავის წყალს, რომ 2016 წელს შეუფერხებლად განახორციელოს თავისი საინვესტიციო გეგმები. მათ შორის საინვესტიციო გეგმები. ბატონო გივი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ბატონი გივი სანიკიძე პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს. ეხლა კი რამდენიმე სიტყვით გეტყვით დღევანდელი შუადღის გამოშვების შესახებ. რამდენიმე საათის წინ გვიან ღამით სავალუტო ფონდმა ნოემბრის მისიის შედეგებზე განცხადება გააუქცია და თემის დეტალებს უკვე დღევანდელ შუადღის გამოშვებაში მიმოვიხილავთ. გარდა ამისა, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კომპანია Georgian Water and Power-ს BB- რეიტინგი მიანიჭა. მთლიანობაში რას ნიშნავს რეიტინგის მინიჭება კომპანიისთვის და როგორ გამოიყურება მთლიან პრიზმაში კომპანიის სამომავლო საინვესტიციო გეგმები, ამ ყველაფერს კომპეტენტურ სტუმართან ერთად მიმოვიხილავთ. ძალიან კომპლექსური და დისონანსური საკითხი მარჯვენა საჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. დღეს ბიზნესს უხმეთ და მას